მამა მელქისედეკმა სოფელ კაცხამდე გაგვაცილა და კაცხის ეკლესიის წინამძღვარი მამა ამირანი გაგვაცნო. კაცხის მაცხოვრის ეკლესია აგებულია მე-11 საუკუნის მიჯნაზე. იგი მრავალაბსიდიანი ტაძრის ტიპისაა. მისი ძირითადი ნაწილის მშენებლობა დამთავრდა 1010-1014 წლებში. გარშემოსავლელი მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული. ტაძარი ბაღვაშთა გვარს ეკუთვნოდა. ეს როგორც შეხედებით არის ჯვართ ამაღლება. 4 ანგელოზი ამაღლებს ჯვარს. ნიშნულობა ამისი ნამდვილად ჩვენს გადმოცემა ისტორია ამ ტაძრისა, მაგრამ არსად არაფერი არ წერია ესეთი მნიშვნელობა თუ რატომ გააკეთეს. მხოლოდ უბრალო გადმოცემა ესე, როგორც მშენებელი თვითონ, მშენებელი, იმიტომ გააკეთა ამ ზომის ეს ჯვარ ამაღლება, რომ ამ ხელა ხაჭაპურს მიიწვევდა ხოლმე თითო დღეში. და მეც არაფერს არ ჭავდა ეს კაცი. არა, სერიოზული არის ეს. ლეგენდად არ არის დარჩენილი, ეს არის სერიოზულად მიღებული ასე. იგი ზომა არ იცოდა ასე თქვა? არა, ზომა იცოდა, მაგრამ ესეთი ვაჟკაცი კაცი ყოფილა ის. აი ესეთი ვაჟკაცი რა ხელა ხაჭაპურს მიიწვევდა დღეში. ზომა იცოდა, როგორ არ იცოდა. და შესანიშნავი პიროვნებაც ყოფილა სხვათა შორის. გვარად იყო დურმიშიძე ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა. ვინც გააკეთა უпроსორად. ეს არის მე-11 საუკუნეში გაკეთებული. მას უკან არაფერი არ შეცვლა. გარდა რესტავრატორებმა შეგვიცვალეს აი ეს გაახლეს. ეგ არის სულ. როდესაც ტაძარი გადმოგვეცა ჩვენ, ჩამოვიდნენ რესტავრატორები, ჩვენთან თბილისიდან რა თქმა უნდა, ძეგლდაცვა და დაიწყეს გაერთიანება, გარშემოვლა, უნდა გაეკეთებინათ ჩვენ მთლიანი ტაძრისათვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, გამოიღეს აქ, როგორც იხედებით, ეს ქვები და აღმოჩნდა ლომის თავი. ეს ლომის თავია. აი ეს თვითონ გაფართოება თქვენს ეკლესიას სჭირდება ამჟამად. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, კარგად იხედებით, რომ მიწისძვრამ ისე დაგვიზიანა ტაძარი, ეს კედლები საქმეები რო გამოვიღოთ, ალბათ ეს მესამე კონკური ძირს დაეცემა ყველანი. იხედებით თქვენ როგორ არის დაზიანებული ყველა. კი მართალია ჩვენ გადავამაგრეთ, მაგრამ ნუ თუ ჩვენ ესეთი ჭკვიანები აღმოჩნდით, ჩვენ წინაპერზე ჭკვიანები აღმოჩნდით, რომ გავაერთიანოთ სულ ყველაფერი ეს. არა, ეს არ არის სწორი. და ასე გვეკითხებიან ჩვენ და ასე ამბობენ ზუსტად ამ სიტყვებით, ძლებს არავინ არ კითხავთ, ეკლესიის მსახურს არავინ არ კითხავს, თუ როგორ გავაკეთებთ ჩვენ მას. მე-16 საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა, აბულახსარ ამირეჯიბმა. მე-17-18 საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების სამფლობელო იყო. 1854 წელს ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს, ძირითადი ნაწილის კედლები ახალ პერანგში ჩასვეს. კაცხის ეკლესია ამჟამადაც ხარაჩოებშია, ის საგრძნობლად დაუზიანებია მიწისძვრას. მამა ამირანმა გზადაგვილოცა და შეხვედრა აღვიდგა.